ისრაელი ბიბლიის მიწა, წინასწარმეტყველთა მიწა. მაგრამ წინასწარმეტყველი არ უნდა იყო, რომ მიხვდე აქ საით მიდის ყველაფერი. საკმარისია გაიგო ორი მთავარი მოვლენა, რომელიც ამ რეგიონში ამ კვირაში მოხდა. ჩვენ მხოლოდ უნდა დავაკვირდეთ გარემოებებს, გავიგოთ ადამიანის ბუნება, გავიხსენოთ ისტორია და ვიცოდეთ ჩვენი მტრების განზრახვები. ისინი სხვადასხვა თავიანთ განზრახვებს ძალიან ღიად აჩვენებენ. და შემდეგ, ბადაბინგ, ბადაბუმ, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განჭვრიტოთ, რა შეიძლება ველოდოთ აქ, ისეთივე კარგად, როგორც ძველი დროის წინასწარმეტყველები. ყველას ხსმენია ომის ბურუსის კონცეფციის შესახებ. ეს გულისხმობს გაურკვევლობას, დაბნეულობას და სანდო ინფორმაციის ნაკლებობას, რომელსაც ძირითადად სარდლები და მონაწილეები განიცდიან სამხედრო ოპერაციების დროს. ეს აღწერს რეალობას, რომ როგორც კი კონფლიქტი იწყება, აღარაფერი არის ნამდვილად ნათელი. არა მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის ველზე, არამედ მის გარშემო ყველაფერზე. მედიის დამატება ამ სიტუაციაში კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. დამატებით სირთულეს წარმოადგენს იმის გარჩევა, რა არის სიმართლე, ფაქტები ან გეოპოლიტიკური რეალობა, კრიზისის ან კონფლიქტის მიმდინარეობისას, როცა ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება, ურთიერთსაწინააღმდეგოა ან სენსაციურადაა წარმოდგენილი. ჩვენ ვიცით, როგორ იწყება ომი, მაგრამ არასოდეს ვიცით ზუსტად, როგორ დასრულდება იგი. ამჟამად ირანთან არსებული მთავარი კონფლიქტი მთლიანად იპყრობს საინფორმაციო სივრცეს. ეს ქმნის ვიზუალურ და ფსიქოლოგიურ ყურადღების ცენტრში მოქცევის ეფექტს. ყველა ოპერაციული ყურადღება, დიპლომატიური აქტივობა და სადაზვერო მეთვალყურეობა ბუნებრივად გადადის უშუალო საფრთხეებზე. ეს შეიძლება იყოს რაკეტების ტრაექტორიები, პროქსი ძალების რეაქციები, ბირთვული ობიექტები, ესკალაციის ზვარი და დიპლომატიური თეატრი. ომის ბურუსი განსაზღვრავს, რომ მაშინ როცა ყველა პირდაპირ უხურებს მთავარ ცეცხლს, მეორეული და სხვა მოთამაშეები იყენებენ ამ ბურუსს საკუთარი პოზიციების შესაცვლელად. აი სწორედ ამას ვაწყდებით ამჟამად, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ამ კვირაში მოხდა. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სიახლეებს თემიდან თემაზე ვიღებთ. თითოეული იდეალურად შეფუთული, თანმიმდევრულად, ყოველდღიურად დასრულებული და მზად სწრაფად მოსახმარებლად. მიიღე შენი ყოველდღიური დოზა და მე სხვა რამეზე გადადი. მეორე დღეს ისევ ბრუნდები კიდევ ერთი რაუნდისთვის. ზოგჯერ მივიღებთ სპეციალურ რეპორტაჟს ჩვეულებრივზე დამატებული ელემენტებით. ისინი ძალიან არ გადაუხვევენ ჩვეულებრივს, არ უნდათ საქმეები ძალიან გაართულო. მედიამ შეგვაჩვია ხანმოკლე ყურადღებას. ისინი გახდნენ გართობისა და ახალი ამბების დეპარტამენტები 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების შუაში და ეს ყველაფერს ხსნის. როცა Disney მიყიდა ABC და Warner Brothers-მა შეიერთა CNN-ი, საინფორმაციო დეპარტამენტები აღარ განიხილებოდა როგორც საზოგადოებრივი სერვისი და დაიწყო მათი მართვა როგორც გასართობი პროდუქტების. ახალი ამბები დაიწყო გართობის სცენარის გამოყენება. დრამა, მარტივი ბოროტმოქმედები, სწრაფი ტემპი და სრული კონცენტრაცია ერთ სიუჟეტურ ხაზზე. ომის ნისლი, რომელსაც დღეს ვხედავთ, შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ მედიის ბუნებრივი შედეგი, რომელიც შექმნილია გასართობი რეიტინგებისთვის და არასტრატეგიული ანალიზისთვის. სოციალური მედიის პლატფორმების ზრდამ ეს კიდევ უფრო გააუარესა. უნდა შეამცირო ყველაფერი TikTok-ის ტემპამდე. მათ უნდა მიხვდნენ იმას, რაც მოდურია და დამამახსოვრებელი. გაამარტივო ყველაფერი ისე, რომ გამოვიდეს განმეორებადი სკანდირება და დამამახსოვრებელი სლოგანი, გაამარტივო რთული თემები და დააჯილდოოს შესრულება რეალური ცოდნისა და გაგების ნაცვლად. ცხოვრება ასე არ მუშაობს. სანამ მედია ყურადღებას ამახვილებს სიმარტივის გამეორებასა და უკვე გადამუშავებული საკითხების გადმოცემაზე, რეალობა რთულია და ერთდროულად მრავალ მიმართულებაში ყალიბდება. ერთი რამ სხვებზე მოქმედებს, შემდეგ თითოეული მათგანი თავის მხრივ მოქმედებს და სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. ამიტომ მაშინ, როცა სოფლიო ირანთან დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული, ამ კვირაში მექაში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უზარმაზარი მოვლენა მოხდა. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შარიფი შეხვდნენ, რათა ოფიციალურად მოეწერათ ხელი მექას ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებაზე. სამმა ყველაზე ძლიერმა სუნიტურ უმრავლესობის მქონე ქვეყანამ დედამიწაზე დააკანონა ურთიერთდაცვის პაქტი, რომლის მთავარ მუხშიც ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი პრინციპია გაჟღერებული. ერთზე თავდასმა ნიშნავს ყველას წინააღმდეგ თავდასმას. ეხლა მედიის ანალიტიკოსები გეტყვიან, რომ რასაც აქ ვხედავთ არის ის, რომ სპარსეთის ხურის ქვეყნები აღარ ელოდებიან დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებს. ისინი აქტიურად ქმნიან დამოუკიდებელ რეგიონულ უსაფრთხოების სტრუქტურებს, ჩუმად, ყურადღების მიღმა. და ამ ჟურნალისტებს მართალი აქვთ. ისინი შეიძლება დაამატონ, რომ ეს სუნიტური სამკუთხედი ემზადება შემდგომი პერიოდისთვის, ქმნის ძლიერ ძალას, რომელიც მთლიანად ცვლის ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსს ირანის საფრთხის დასრულების შემდეგაც კი. და ესეც კარგი შეჯამებაა ყველაფრის. თუ მედია სწორად აშუქებს და აანალიზებს მოვლენებს, მაშინ რისი თქვა მინდა? ბევრმა ნაკლები ყურადღება მიაქცია სხვა მოვლენებს, რომლებიც ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
მეკას შეთანხმების ხელმოწერი და რამდენიმე საათში ირანის პროქსი ძალებმა, იემენში და ჰუსიტების ძალებმა პირველად 4 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ობიექტებზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს და საუდის არაბეთზე საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. გააძლიერეს თავდასხმები ნავთობის ტანკერებზე, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში და დაემუქრნენ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებისთვის, ანგარიშები მიუთითებს ჰუსიტებსა და ირანის მომხრე ერაყულ მილიციებს შორის მზარდ კოორდინაციაზე. ფაქტობრივად ეს ქმნის ორფრონტიან საფრთხეს, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან საუდის პორტებზე, აეროპორტებსა და ენერგეტიკულ ჰაბებზე. და სად იყვნენ იკითხავთ ახალი მეკას პაქტის პარტნიორები, თურქეთი და პაკისტანი. სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ვიზზე თუ არა ებრაელებზე. ერდოღანი აგრძელებს თავის ჩვეულ ანტიისრაელურ რიტორიკას. აქ არაფერია ახალი. ეხლა კი ყავს პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ხავაჯა ასიფი, ხავაბანგა ასიფი, რომელმაც წარსულში ისრაელი კიბოს სახელმწიფოდ ბოროტებად და კაცობრიობის ცხევლად მოიხსენია. ის მოუწოდეს მთელ მუსლიმურ სამყაროს გაერთიანდნენ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ ახლახან მოაწერეს ხელი შეთანხმებას და ის უკვე ეჭქვეშ აყენებს ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმურობას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეროვნულ ავთენტურობას, უწოდებს მას ყალბ პროექტს, რომელიც ბრიტანულ კოლონიალიზმსა და ბალფურის დეკლარაციას ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელებისა და იორდანიელების მსგავსად, თავად პაკისტანი ძირითადად ბრიტანეთის ჩარევის საფუძველზე შეიქმნა. გითხარით, რა უნდათ მათ? რა უნდათ ნამდვილად? მათ ნამდვილად უნდათ სიონისტების წინააღმდეგ წასვლა. და ამასაც თუ დაუმატებთ, ისრაელში ამ კვირაში შევიტყვეთ, რომ არაბულმა ქვეყანამ სცადეს ჩვენი მოტყუება. ვაუ, სიურპრიზი. გაჟონილი სადაზვერო ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ერთმა არაბულმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ძალიან კონკრეტული რჩევა მისცა მეზობელ არაბულ ქვეყანას. მათ უთხრეს: წადით წინ, გამოავლინეთ ტაქტიკური მოქნილობა, მოაწერეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან და შემდეგ, როგორც კი სამხედრო თვალსაზრისით მზად იქნებით, დაარღვიეთ ეს შეთანხმება და განახორციელეთ იერიში ისრაელზე. ეს ამბობს ქვეყანა, რომელიც თითქოს და მშვიდობაშია ისრაელთან და აძლევს რჩევას სხვა ქვეყანას, რომელსაც ახლა სთხოვენ, რომ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან. თქვენი ვარაუდით თუ რომელი ქვეყნებია ესენი, ისეთივე კარგია როგორც ჩემი. მათ თქვეს არაბული სახელმწიფო და არა მუსლიმური ქვეყანა. ასე რომ ვიცით, რომ ეს არც საფრანგეთია და არც ესპანეთი. და ირლანდიას ბოლო დროს ისრაელისადმი მშვიდობიანი ინიციატივები არ გამოუჩენია, ასე რომ არც ისინი არიან. როგორც არ უნდა იყოს, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუმდინარეობს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ან პალესტინელების მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილიდან. არამედ თავად იმ ფაქტიდან, რომ ისრაელი არსებობს. ამას ემატება ლიბანსა და ღაზაში მშვიდობიანი გადაწყვეტის ფარსი. და ამ მომენტში ყველაფერი სწორედ ამას ემყარება. რაც ჩვენ ხედავ და განვიცდით, ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი მშვიდობაა, რომელსაც ლიბანის მთავრობა, ჰეზბოლა და რეგიონული მშვიდობის შუამავლები აწყობენ. ზუსტად ისე, როგორც ისინი, ვინც პალესტინის მხარდასაჭერად დემონსტრირებენ, ამ ფლოტილიის წევრები და სოციალური მედიით მართული აქტივისტური ჯგუფები. ისინი ყველა ისე იქცევიან, თითქოს მართლა ზრუნავენ, თითქოს სურთ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა, მაშინ როცა სინამდვილეში ისინი ყველა ბოროტი ძალების სურვილებს ემსახურებიან სხვადასხვა საბაბებითა და გამართლებებით და შემრიგებლობით იმის ნაცვლად, რომ დააკენონ მოთხოვნები, პირობები და ულტიმატუმები, მათ უფრო მეტად აინტერესებს, როგორ გამოიყურებიან სოციალურ მედიაში და რა შთაბეჭდილებებს დადებენ, ვიდრე რეალური მიღწევები. და ასევე არის ფინანსური ელემენტიც. ეს ქვეყნები ყველა იმედონებს, რომ სარგებელს მიიღებენ ამ წარმოდგენიდან, ზუსტად ისე, როგორც ადამიანები მონეტიზაციას უკეთებენ პალესტინის საქმეს საკუთარი სარგებლისთვის. ეს მხოლოდ მორალური პოზიორობა კი არ არის, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებაც, საქმიანობისთვის ანაზღაურებით. ისევე როგორც პალესტინელები იხდიან სლეიტისთვის. აქტივისტებიც იგივეს აკეთებენ. ისინი იხდიან სოციალური მედიის სლეიტისთვის. და არაბული მთავრობები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ აშეტეშოს დახმარებას. არაბები, რომლებიც საკუთარ თავს პალესტინელებს უწოდებენ, იხენებენ პალესტინურ საქმეს მილიარდერებად რომ იქცნენ. აქტივისტები იღებენ მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასე რომ საქმე არც მშვიდობას, არც პალესტინელებს, არც ღაზას და არც იმ მრავალ საბაბს ეხება, რომლებსაც ისინი იგონებენ, რათა გაამართლონ ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. გასულ შაბათ-კვირას აღინიშნა 1929 წლის ხებრონის მასაკრის წლისთავი. ხებრონი ჩვენი მამამთავრებისა და დედამთავრების ქალაქი. აბრაამი და სარა, ისააკი და რივკა, იაკობი და ლეა. ეს იყო ქალაქი, სადაც ებრაელების ყოფნის ყველაზე გრძელვალაზე გრძელი ისტორია. 3000 წელზე მეტი. 1929 წელს ოკუპაცია არ არსებობდა. ებრაული სახელმწიფო არ არსებობდა. მათ არასდროს სჭირდებოდათ საბაბი. მათ უბრალოდ სჭირდებოდა ძალის ჩვენება, იქაური ებრაული საზოგადოების განადგურება და ნანგრევებად ქცევა. და 1929 წელს ხებრონში მცხოვრებ ებრაელებს არავინ ჰყავდათ, ვინც დაიცავდა. ეხლა, როცა ჩვენ გვყავს დამცველები და მათ ნახეს, რა შეგვიძლია გაუკეთოთ ყველას, ვინც ჩვენთან დაპირისპირებას ცდილობს, მათ უწევთ მოტყუებასა და ღალატზე გადასვლა.
მოთხოვება, ღალატი და ფხიზლად დგომა, ხოლო თანამედროვე საკითხები არ არის. კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ ბიბლია მოწმობს თუ როგორ იქცევიან ადამიანები. არაფერი ახალი, მხოლოდ მოქმედი პირები იცვლებიან. რაც იყო, ისევ იქნება. რაც გაკეთდა, ისევ გაკეთდება. ადამიანთა ქმედებები, ბრძოლები, მიღწევები თაობიდან თაობამდე მუდმივად მეორდება. ჩვენ გვაქვს განმეორებადი ციკლები და არა ხაზოვანი პროგრესი. ინფორმაციის გაჟონვა, ტაქტიკური მოქნილობისა და მშვიდობის ხელმოწერის შესახებ, რათა მოდუნდეს ჩვენი სიფრთხილე, რაზეც ახლახან ვახსენე, ეს ყველაფერი უკვე ერთხელ მოხდა. იესო ნავეს ძის მეცხრე თავში გიბეონელებმა იცოდნენ, რომ ვერ დაამარცხებდნენ იესო ნავეს მიერ ხელმძღვანელებულ ისრაელის არმიას. ისრაელის დაპყრობის შიშით მათ გაგზავნეს ელჩები, გაცვეთილი ტანსაცმლით და ობიანი პურით, რათა მოეთხოვებინათ იესო ნავეს ძე და დაეჯერებინა, რომ ისინი შორეული ქვეყნიდან მოდიოდნენ და მშვიდობის შეთანხმებას ეძებდნენ. ისრაელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ღმერთთან მოთადბირების ან მათი განზრახვების გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ 3 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გიბეონელები მათი უშუალო მეზობლები იყვნენ, რომლებმაც დიპლომატია გამოიყენეს როგორც გადარჩენისა და მოტყუების იარაღი. შემდეგ არის ნეემიას წიგნის ამბავი, რომელიც 950 წლის შემდეგ მოხდა. როდესაც ნეემია იერუსალიმის თავდაცვას აშენებდა, მისი მტრები უბრალოდ არ დაესხნენ თავს. მათ მოლაპარაკებას სცადეს. 5-ჯერ გამოიძახეს იგი ონოს ველზე, დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. ისინი ყურადღების გასაფანტი მანევრის მოწყობას, მისი ყურადღების გადატანას და სამუშაოს შეჩერებას ცდილობდნენ. ნეჰემია მიხვდა, რომ ყველა დიალოგის მოწოდება გულწრფელი არ არის. ზოგჯერ ეს უბრალოდ ხმაურია, რომლის მიზანიც კედელს თვალი აგაცილოს. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რამდენად ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი, რომ კედელს მოახლოებული საფრთხეების შესახებ გაფრთხილება გავცეთ. ეზეკიელ 33-ში წინასწარმეტყველი კედელზე დარაჯზე საუბრობს. დარაჯ არ სჭირდება, რომ წინასწარმეტყველი იყოს. მას უბრალოდ თვალები უნდა კონდეს გახელილი, დაინახოს, როგორ მოახლოვდება მახვილი ჰორიზონტზე და ჩაჰბეროს ხქაში. სოფლიოში, სადაც მედია ყველას მარტივი ისტორიებით აძინებს, ჩვენი საქმეა კედელზე დავრჩეთ. გავიხედოთ ნის მიღმა და მიუთითოთ, სად გროვდება ნამდვილი საფრთხე. მე დანიელ სიამანი ვარ. მადლობა, რომ შემომიერთით აქ Straight Up-ზე JNS TV სტუდიებიდან, იერუსალიმში, ისრაელში. შაბათ შალომ და მომავალ კვირას ისევ შეგხვდებით.